ჩემთვის ინტერპრეტაცია ეს არის განცდის რეალიზება შენ თავში. თუ შეიძლება ასეთი რამ ითქვას. და ამიტომ თქვათ უკვე არსებული ნაწარმოები რაც მეტა, რაც უფრო ღრმა, რაც მეტ საშუალებებს იძლევის, ამიტომ მისი ინტერპრეტირებაც ძალიან ბევრად შეიძლება. ეხლა შენ თქვი რომ მახვილი რაზე კეთდება. დიახ, ეს მახვილი არის გადამწყვეტი და მუსიკაში ეს მახვილი რიტმისგან მომდინარეობს. მე ამას ხშირად შევვნები ჩემ სტუდენტებს, რომ ვთქვათ, აი რა ვიღოთ, მე რაცა ლექსი ვთქვათ, აი გალაქტიონის ლექსი ქარიქრის. მე თუ ჩემ მუსიკაში მახვილი გავაკეთებ პირველ სიტყვაზე ქარიქრის და ოსწილადად გავიაზრე მუსიკალურად, მე ვიღებ უფრო დრამატული საწყისის წინაპრებზე წამოწევას. მაგრამ თუ გადავიტანე მახვილი, ანუ პირველი ორი მარცვალი შევკუმშე რაღაცნაირად და მახვილი გადავიტანე მესამეზე ქარიქრის, მე უკვე მივიღე ლირიკა. ისე რომ მუსიკა საერთოდ არ იყო, მაგრამ მე მივიღე ორი განსხვავებული შინაარსი. ერთ შემთხვევაში დრამატიზმისკენ მაქვს მიდრეკილება და მეორე შემთხვევაში ლირიკისკენ მაქვს მიდრეკილება. ეს ვარიანტები, ვარიაციები ალბათ ამასაც ინტერპრეტაცია ქია, მაგალითად, ჩემო თქმულო მეგობარო. მე პირველად ვიცოდი ეს იყო მარში და მე აღმოჩნდა რომ ძალიან თბილი ლირიკური სიმღერა. აი ესეთი განსხვავება შესრულების რითი არის გამოწვეული? ეს ინტერპრეტაციის საკითხი სწორედ ამითია სწორედ საინტერესო, რომ მათ შორის რიტმულმა ნახაზმა შეიძლება შეცვალოს ნაწარმოების სრული განწყობა. აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდის, როდესაც საქართველოში სასულე ორკესტრებმა ფეხი აიდგეს და დაიწყეს არსებობა, ისინი, ესე ვთქვათ, ბრჭყალებში იკვებებოდნენ სწორედ აი ამ პოპულარული სიმღერებით იმისთვის, რომ საზოგადოებას მარტივად მიეღო ჩვენთვის სრულიად უჩვეულო ხელოვნება. ერთი ორკესტრი და შემდგომ ამ ორკესტრში ესე ვთქვათ სასულე ინსტრუმენტების მიმართულება. შენთან მინდა სიკვდილამდე სიცოცხლე და ნეტარება შენთან მინდა ტრიალები სიხარულის მივღარო შემოთქმილო მეგობარო ნახეთ რა კომპონენტებმა შეიძლება ასევე ახალი ინტერპრეტაციები მოგცეს. ეს არის რიტმული საწყისის შეცვლა, ეს არის დინამიკური ნაწილი, მათ შორის ნაცვლად პიანოსა შეიძლება რაღაცა შესრულდეს ნაწარმოები ფორტეზე, ანუ მცირე შტრიხის და ნიუანსის ცვლილებაც უკვე იწვევს რა თქმა უნდა ინტერპრეტაციას. როგორ მინდა ეს ცხოვრება შენთან ერთად გავატარო ვიცი ვეღარ გნახავ უსმედება სინანული
გახსენდება ჩვენი ძმობა სიმღერები ეს ყველაზე ზედაპირული ნაწილია, მაგრამ ისე ვთქვათ, უფრო ფსიქოლოგიური ნაწილი არის, როდესაც შემსრულებლს განსხვავებული დამოკიდებულება და პოზიცია აქვს გამოვლენილი უკვე ფრაზებთან მიმართებაში. აქ შეიძლება თავი იჩინოს ასევე რუბატოსთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა მიდგომებმა, მათ შორის ფერმატოს. აი ფერმატოზე შეჩერების, ესე ვთქვათ, შეყოვნების რეცეპტიც არ არსებობს. ეს არის დამოკიდებული შემსრულებლის შინაგან ემოციურ სამყაროზე, რომელიც შეიძლება გარკვეულწილად მოფიქრებულიც იყოს სარეპეტიციო პროცესში, მაგრამ სასცენო, საკონცერტო ესე ვთქვათ, ემოცია კიდე განსხვავებულია. აქ უკვე მაყურებლის ემოციაც გარკვეულ სხვა ტიპის მუხტს იძლევა და ესე ერთიანობაში იკვრება სწორედ ეს ძალიან საინტერესო წრედი ნაწარმოების ინტერპრეტაციის საკითხში. ალბათ ყველა ხელოვანი უნდა შეეცადოს კი, რომ თავისი პოზიცია გამოავლინოს აუცილებლად, თავისი ახალი დამოკიდებულება უნდა გამოავლინოს. ეს არის სწორედ კვლევის საგანი, ამას გულისხმობს ის ფაქტი, რომ აი მე-20 საუკუნეში, როდესაც დაიწყეს ამაზე ფიქრი, თუ რა არის ინტერპრეტაციის საკითხი, ალბათ დღემდე ამოუწურავი თემა ესა. ყოველი ახალი შესრულება ეს არის ახალი ინტერპრეტაცია. იცით კიდევ რა ფაქტისთვის მიმიქცევია ყურადღება, მე ევროპელი, დასავლეთ ევროპელი ძალიან ცნობილი, გამოცდილი პრაქტიკოსი მკვლევრების, ესე ვთქვათ, ნააზრევიც მომისმენია იგივე მოცარტის რეკვიემი, რომელიც ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებადი ქმნილებაა, ხომ, საუკუნეების მანძილზე. აი ცალკეულ ნომერში თუ კი ტემპი შეიცვალა, ის კლასიციზმის ჩარჩოდან გადის და მიდის წინ, თურმე ბაროკოს ეპოქის ნაწარმოებს გარკვეულწილად კონკრეტული მახასიათებლებით უახლოვდება. მაგალითად, კონფუტატის თუ კი აქ ტემპი შეიცვალა, ის უკვე კლასიციზმის ჩარჩოებიდან გადის. როგორი საინტერესო მოვლენაა რა. ანუ ნებისმიერმა მცირე ნიუანსმაც კი შეიძლება ნიუანსის ცვლილებამაც კი შეიძლება ჩვენ ახალი ინტერპრეტაცია, ახალი სახით წარმოგვადგენინოს ესა თუ ის ნაწარმოები და რა თქმა უნდა ბგერა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ბაროკოს ბგერა შედარებით კრისტალურია, სუფთაა, თავისუფალია, ასე ვთქვათ, თანამედროვე ვიბრატოებისაგან, იგივე ითქმის კლასიკურ ბგერაზე, სადაც უკვე შედარებით ბგერა უფრო ყალიბდება, მრგვალდება, როგორც დღევანდელი მომღერლები უწოდებენ კრუპეტო, ბგერის მომრგვალების რაღაც სპეციფიკას და რომანტიკული ბგერა კიდევ უფრო განსხვავებულია.
აი ახლა სწორედ რაღაცა ყანჩელთან დაკავშირებით აი ეს ინტერპრეტაცია ძალიან საინტერესოა თქვათ შერეკილების ფინალში. ჩვენ უნებურად ამოვიკითხე დადიმანდული ფილმი ამ ფილმის განმარტებაში და ნუ ყველაზე ნაკლებად რაც არის პირადად ჩვენთვის დადიმანდული აქ. აიდე იდე რომელია? მიზანა ბრეგვაძე ესესხა დოროთეა ვაჩიბელიძეს ერთმანეთს მიუხედავად იმისა, რომ აი მუსიკა სწორედ იძლევა ამის რეალურ საფუძველს, იმიტომ რომ სულ არის აი ასეთ თამაშზე, დადიმანდულ თამაშზე აგებული რეზო გაბრიაძის ურთიერთობები, და შენგელაის ინტერპრეტაცია და მუსიკა. სწორედ ამიტომ აიშია თანაკომპოზიტორად გია ყანჩელმა ჯანსო კახიძე, იმიტომ კი არა რომ თვითონ ვერ გასწვლებოდა, იმიტომ რომ აი ამას უკეთ გასწვლებოდა, აი ამის ინტერპრეტაციას უკეთ გასწვლებოდა ჯანსო კახიძის სტილი, როგორც საშემსრულებლო, ასევე საკომპოზიტორო. რადგან ეს ის ფოლკლორთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. და აი ფინალში რომელიც ყველასთვის ნუ ყოველ შემთხვევაში მე ესე არ გამიგია ამ ფინალის ინტერპრეტაცია, მაგრამ ჩვენთვის ეს არის უკვე ფილოსოფიური კატეგორია. აი ამ ფინალს მთელი ფილმი გადაყავს ფილოსოფიურ კატეგორიაში. ეს არის ცისა და მიწის ერთიანობაში, სამყაროს ერთიანობაში. და ეს არის ვალის დაბრუნების პროცესი. აი აქ მუსიკა ყველაზე უფრო ასრულებს თავის ფუნქციას, სულიერი კატეგორიის ფუნქციას. იმიტომ რომ ძალიან ადვილი დასაბრუნებელია დოლი. ის არის ნატურალური სხეული და ეს სხეული ზემოდან ვარდება ქვემოთ. ასევე გართობის ელემენტი, ხო? მეორე ელემენტი არის გათბობის ელემენტი. ანუ ჩოხა, რომელიც უნდა დაეხუროს შეცინულ გლეხს, მეორე ვალი. უკვე აი ამ გათბობის ურთიერთობის სითბოს ელემენტი შემოდის. ეს სითბო გასცა გლეხმა და ეს ნატურალურად სითბო კი აბსტრაქტულია თავისთავად, მაგრამ ნატურალურად დაუბრუნა ჩოხის სახით. და უნდა დააბრუნოს სიმღერა. აი აქ უკვე სწორედ აი ამ სიმღერამ შექმნა ეს ერთიანობა, სამყაროს ერთიანობა, ცისა და მიწის ერთიანობა. იმიტომ რომ იწყებს სიმღერას ცაში, მფრინავი ბიჭი და ბანს ეუნებიან ქვემოდან და ეს არის უკვე ერთიანი სიმღერა. ეს არ არის მარტო ამ ბიჭის სიმღერა, ან მარტო მიწიერი ხალხის სიმღერა. აი ისინი ერთიანდებიან. აი ასეთ ერთიანობას მუსიკის გარდა ვერაფერი ვერ შექმნის. იმიტომ რომ მუსიკა არის აბსტრაქტული ჰანგი და აი ამ ჰანგს შეუძლია ეს რაღაცა მთლიანობა შექმნას. და სწორედ ჩემის აზრით აი ამ მუსიკის ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ სწორედ მისი მეშვეობით მოხდა აი ამ ფილოსოფიური კატეგორიის სამყაროს ერთიანობის სიმბოლოდ ქცევა.
საგუნდო მუსიკაში იმპულსის თავარი მომცემი სწორედ სიტყვა. ზოგადად სიტყვასთან დაკავშირებულ ყველა ჟანრში ესე არის, ხო? მაგრამ თუკი ჩვენ მაგალითად იმპულსს გვაძლევს ლექსი, იმპულსს უპირველესად აძლევს კომპოზიტორს, შემდგომ უკვე ინტერპრეტირებს შემსრულებელი და შემსრულებელი როგორ გადმოხსენს მაგალითად კონკრეტული სიტყვები არის, როდესაც რაც უკავშირდება რაღაც სევდას, მაგალითად სიკვდილთან დაკავშირებული სიტყვები, რადგანაც ჩემს Facebook სტატუსთან დაკავშირებით იქნა საუბარი, ეს ეხებოდა იოსებ კეჭაღმაძის კეშელავას ლექსზე შექმნილ სიმღერას ქუთაისური სერენადა. შენ ჩემი თავი მოგიკვდეს სალამი დაგეგვიანებ. ყველა შემთხვევაში მოგიკვდეს სიკვდილთან ასოცირებული სიტყვები არ იწვევს ხოლმე ტრაგიზმის ასოციაციებს, რასაკვირველია. მე მაგალითად ასევე მოვიყვანდი ჯემალ ბეგლარიშვილის ძალიან ცნობილ გუნდს რომანსი ტატოს. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსზე შევიშრობ ცხელსა ჭირთ მანელებელს. ეხლა აქ საინტერესოა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მაგალითისთვის ინტერპრეტაციის შემთხვევაში პოეტის ბიოგრაფია. ის ამ ლექსს იმ პერიოდში ქმნის, როდესაც დეპრესიიდან გამოდის და ეგუება ბედს, რომ მისი სატრფო ეკუთვნის უკვე სხვას და ის ბედს ურიგდება და ის იშრობს ცხელს და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის კვლავ მიწას მიიყრისას თავს დაიმარხავს, ხო? კულმინაციურ მომენტში ჩვენ ხშირად ხვდებით საშემსრულებლო პრაქტიკაში გუნდების მიერ ძალიან ტრაგიკულ, არა მხოლოდ ექსპრესიულ, არამედ ძალიან ტრაგიკულ ბგერებს. ჩემის აზრით მე ვფიქრობ, რომ თუკი ჩვენ გავითვალისწინებთ თავად პოეტის მიდგომას ტექსტისადმი და რა პერიოდში როდის არის შექმნილი და ის რას გადმოსცემს რეალურად რა შინაარს, შესაძლოა ტრაგიზმი ნელ-ნელა მსუბუქ ექსპრესიაში გადავიყვანოთ და ბგერამ უკვე სხვა შედეგი მოგვცეს, ანუ სხვა ინტერპრეტაცია იყოს. აი ამ თვალსაზრისით დაუბრუნდები იგივე ქუთაისურ სერენადას. თუკი ჩვენ ესე აღვიქვამთ, რომ ეს არის განუხორციელებელი ტრაგიკული სიყვარული, სადაც სიკვდილმა შეუშალა ხელი და ესე ვთქვათ მონატრებულმა შეიძლება თქვას, რომ იმ შენს აივანს პატარას აქეთ და იქით უარე, წარსულმა ერთხანს მატარა და გვიან მითხრა უარი. მათ შორის მე ლექს არა იმიტომ ამბობ, რომ მომწონს ჩემი გამოთქმული ლექსი, არამედ ემოცია როგორ წამოვა. მაგრამ თუ ამას სრულიად სხვაგვარად მივმართავთ, ქუთაისური სერენადა. სერენადა ეს არის სასიყვარულო სიმღერა ქუთაისში, სადაც აი ასე ძალიან კარგად მღერიან სწორედ სასიყვარულო სიმღერებს და აი ამ ასე ვთქვათ დასავლური ტიპის ქალაქურ ფოლკლორს სწორედ ამ ქალაქში ჩაესახა, ამ ქალაქში ჩაისახა მე-19 საუკუნიდან და მე ვფიქრობ ყველაზე კარგად ალბათ და მკაფიოდ ინსტრუმენტი, რომელიც ასოცირდება ამ ქალაქთან, ეს არის ბანტიანი გიტარა, სრული გულწრფელობით, ხო? აი ამ ბანტიანმა გიტარამ გადაწყვიტა აი ამ ქალაქისთვის დამახასიათებელი საშემსრულებლო სტილი, სპეციფიკა და ხასიათი.
აი ჩვენ თუკი აი ესე ქუთაისურად ვიმღერებთ ამას, შენ ჩემი თავი მოგიკვდეს, სალამი დაგიგვიანე და სრულიად სხვა განწყობით იქნება. ამას თუ რაღაცა ერთგვარი ასე ვთქვათ, მოფერების ხასიათით შევასრულებთ. შეიძლება დავარქვათ თუნდაც აი ამ სტილით გარშიყება ახალგაზრდული წყვილისა. მაშინ ბგერითი კომპლექსი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, რა თქმა უნდა. მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ ჩემი პირადი გამოცდილებით. მე კონსერვატორიიდან წასვლის შემდგომ ხშირად სტუმრობდი კომპოზიტორს სახლში. ბატონ იოსებ კეჭაღმაძე ამ სიმღერის ავტორი გახლდათ ჩემი პედაგოგი, ზოგადად მას არაერთი თაობის აღზრდელია, მაგრამ ხშირად აღნიშნავ ფაქტს, რომ მისი ბოლო ჯგუფში ვიყავი მე. და როდესაც სტუმრობდი, გარკვეულ თემებზე საუბრობდით, რა თქმა უნდა, მუსიკალურ ნაწარმოებებზე და არაერთხელ შევხვდით სწორედ ინტერპრეტაციის საკითხს. მისი ნაწარმოები ძალიან ბევრმა საინტერესო დირიჟორმა შეასრულა და პირველი შემსრულებლები იმ თაობისა 70-იან წლებში იყვნენ ერთის მხრივ გორის ქალთა გუნდის მაგალითზე ბატონი შალამოსიძე და სახელმწიფო კაპელა, რომელიც მაშინ იმ პერიოდში უალტერნატივო ერთადერთი აკადემიური გუნდი იყო, ბატონი გივი მუნჯიშვილი. შემდგომ მოგვიანებით შეიქმნა კამერული გუნდი, რომელსაც თავად ბატონი სოსო კეჭაღმაძე ხელმძღვანელობდა. მოკლედ ინტერპრეტაციის საკითხებს როდესაც განვიხილავდით, მან ერთი ძალიან გულის დასაწყვეტი ფრაზა მითხრა. ამას ახლა საჯაროდ პირველად აღნიშნავ. ხო ყველას ძალიან გიყვართ ეს ნაწარმოებიო, ქუთაისურ სერენადაზე გქონდა საუბარი, მაგრამ ალბათ ისე მოგხვდები, რომ როგორადაც მე ეს ნაწარმოები დავწერე, ისეთი შესრულება ჯერ არ მომისმენიაო. ძალიან საინტერესო არის, რა თქმა უნდა და იყო. თუ რა ჰქონდა კომპოზიტორს ჩადებული, მას როგორ ესმოდა. მას შემდგომ არაერთი კიდევ ერთგვაროვანი გუნდი ჩამოყალიბდა თბილისში, თბილის მიღმა, მათ შორის დედაქალაქში ასევე მამაკაცთა და ქალთა ერთგვაროვანი გუნდები, ასევე აკადემიური სტუდენტური გუნდები და ძალიან ბევრი ინტერპრეტაციაა და აი ამ ნაწარმოებისა და მე ვფიქრობ, რომ ეს ამდიდრებს ქართულ საგუნდო შემსრულებლობას. განსაკუთრებით ახლა რადგანაც საგუნდო მუსიკის კუთხით წავედით, თითოეული მათგანი ითვალისწინებს აი ამ ძალიან დიდი ქართული საგუნდო მუსიკის ტრადიციებსაც. რა თქმა უნდა, უწევენ ანგარიშს აი 70-იანი 80-იანი წლების მიღწევებსაც, რომ ბატონმა შალამოსიძემ თავისი ორიგინალური სკოლა შექმნა და ქართული, ესე ვთქვათ, საგუნდო შემსრულებლობა აიყვანა სრულიად სხვა საფეხურზე, სწორედ ბგერასთან მიმართებაში მისი ფრაზების ინტერპრეტაციები ყოველთვის განსხვავებულია და იგივე შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო საგუნდო კაპელისთვის აი 70-იანი წლების განსაკუთრებით მეორე ნახევარი ეს იყო თვითონ საგუნდო კოლექტივის რენესანსის პერიოდი. და აი ამ მიღწევების გათვალისწინება, რა თქმა უნდა, დასავლეთ ევროპულ საშემსრულებლო პრაქტიკასთან ერთად სინთეზში დღეს ჩვენ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ქართული საგუნდო შემსრულებლობა მდიდარია, მრავალფეროვანია და წინ ამ ჟანრს კიდევ მრავალი მიღწევები ელოდება.
როდესაც დრამატურგიაში იქმნება პიესა, რეჟისორი ცდილობს რომ რაღაც ახალი თქვას და არ დაემსგავსოს დადგმულ სხვა სპექტაკლებს და აი საგუნდო შესრულებისთვის ფიქრობენ ამაზე, რომ არ დავემსგავსო სხვა შესრულებას. და რაღაც ახალი მოვძებნო, რაღაც სხვანაირად წარმოვადგინოთ სხვა კუთხით. რასაკვირველია, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერმა დირიჟორმა გუნდთან ერთად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ალბათ გარკვეულწილად მისი პოზიციაც გამოავლინოს, თუმცა როგორც აღნიშნე, რადიკალიზმისაგან შორსა ვარ, მაგრამ თუ კი ახლა ჩვენ თავიდან ბოლომდე მივყვებით რაღაცა გეგმა, ჩარჩო გეგმას, ჩვენ ამ ლოგიკით მაშინ ნამდვილად არ ვიცით ბახის პერიოდში თავად ავტორი როგორ უკრავდა და ასრულებდა ნაწარმოებს. ამდენად შესაძლოა და აუცილებლად უნდა გავექცეთ ალბათ შესრულებას, ხო? მაშინ ეს იქნება ჩვეულებრივი მიბაძვა და არა განსხვავებული, მაგრამ იცით რა, თუ კი მაგალითისთვის ავიღებ გორის ქალთა გუნდს, რომელმაც თავისი კონკრეტული სახე შექმნა, ეს ესე თქვათ დღეს არსებობს გუნდები, მათ ასევე აღნიშნავდი სახელმწიფო გუნდს, სახელმწიფო კამერულ გუნდს, სამების კათედრალის გუნდს, რომელიც უკვე მრავალი წელია მიილტვის სწორედ აი ამ ტიპის ბგერის სრულყოფილებისაკენ. მაგრამ აუცილებლად შედეგი არის განსხვავებული. ქალთა ხმები სრულიად სხვა აკუსტიკურ შედეგს იძლევა, მამაკაცთა ხმები შესაბამისად სხვა აკუსტიკურ შედეგს იძლევა, მაგრამ სმენითი, ესე ვთქვათ, დამოკიდებულება, სმენითი აღქმა, გამოცდილება არის მიზეზი იმისა, რომ გარკვეული ჩვენ სხვადასხვა შედეგები გვაქვს. თვითონ ერთსა და იმავე გუნდს არ შეუძლია, რასაკვირველია, ყოველჯერზე მსგავსად იმღეროს. ამდენად სურვილის მიუხედავად შესაძლოა ჩვენ გავექცეთ თუ არა წინამავალ გამოცდილებას, მაინც მე ვფიქრობ, რომ იგივე განსხვავებული თაობის მომღერლები განსხვავებულ შედეგებს მიიღებენ აუცილებლად.